ოქმი როგორც პროკურატურამ წარადგინა არის არ შეესაბამება სიმართლეს და არის ყალბი. იმიტომ რომ იქ წერია რომ მე დამაკავე საერთოდ სხვა ადგილას და რეალურად ოქმში წერია რომ მე წესით ესე იქნება რომ მე ვიყავი მისული ჯერ მოწმის სტატუსით შესული გამოფილებაში ღამის 4 საათზე და დროშიც აცდენა არის. მე დამაკავე ზესტაფონის გზაზე როდესაც ვიყავი მამაჩემთან ერთად როდესაც გამაჭერა პოლიციამ სრულად დავამორჩილე მე პოლიციას და პოლიციის მოთხოვნას რომ გადმოსულებავ მანქანიდან და რომ კითხე თუ რა ხდებოდა და რატო მადები მოკილებს მითხრეს რომ გეტყვიან მე მოვითხოვე რომ ადვოკატთან გასაუბრება და ადვოკატი მოვითხოვე რა დროსაც უარი განმიცხადეს როდესაც ბორტილები დამადეს მე მოვთხოვე პოლიციას რომ ჩაერთო სამხრე კამერები რაც არ გაითვალისწინა პოლიციამ და არ ჩართო ეს სამხრე კამერები და ამის შემდგომ მე მამაჩემთან ერთად რომ ვიყავი მამაჩემს ვთხოვე რომ გაერეკა ადვოკატისთვის და მიეწოდებინა ხმა რა დროსაც პოლიციამ ჩამოართვა ტელეფონი მამაჩემს და აუკრძალა დარეკვა მე იმის მერე მე წამომიყვანეს ზესტაფონიდან და იმის მაგივრად რომ სადაც იქვე იმ ადგილობრივ პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა შევიყვანოთ და გავიგულიყავიან განყოფილებაში წამომიყვანეს თბილისის მიმართულებით სადაც გორთან მე გადამსვეს შავ სედანის მანქანაში უკვე სხვა რიგით ჩვეულებრივ დასასრულში გამოწყობილ ხალხთან გადამსვეს 4 პოლიციელი იყო რომლებმაც ჩამომიყვანეს თბილისის მთავარ სამმართველოში მეორე სამმართველოში ოფისი და როდესაც მოვედით აქ მანქანაში ვიმხსნიან მანქანაში მიმდინარეობს რა თქმა უნდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩემგამი ასევე იყო მუქარა გაუპატიურებით და ასე შემდეგ ჩამომიყვანეს და იქ ვიმხსნიან მანქანაში ვიხსნიან ბორტილებს და მეუბნებიან რომ პოლიციელი მეუბნება ზუსტად გეტყვით უბრალოდ რა სიტყვებით მომმართავსო მე ეხლა მოწმის სახით ხარ შენ აქ დაბარებულიო და რამე რო არ გეხლევაო იმიტომ გადევს ბორტილები მე საშვი ამაღებინეს და საშვი ჩემიყვანეს მე არ ვიყავი არც მოწმის სახით ხიდას არც მარტია არავის და მოწმის სახით რომ უწოდნოდა რომ მე მოწმის სახით მიბარებდნენ უარს განმაცხადებდი და სასამართლოს წინაშე დავიკითხებოდი თუ დაგიქვა იყო საჭირო ამიყვანეს მეხუთე სართულზე ერთ-ერთი პოლიციელის კაბინეტში შემიყვანეს იქ მიდიოდა უკვე ფსიქოლოგიური ზეწოლა შემდგომი და სიტყვიერი შეურაცხყოფა იქნება და ასე შემდეგ რა დროსაც მე მოვითხოვე ადვოკატი ისევ განიცხადეს უარი და ცინიკურად დამცინეს შემდეგ გავიდა ეს 4 პოლიციელი დაუძახა ვიღაცას შემოვიდნენ ფორმაში ჩაცმული სპეც ეკიპირებაში ჩაცმული ნიღბიანი პოლიციელები არ შეიძლება პოლიციელებიც არ იყვნენ ვერ დაგიდასტურებ იმიტომ ნიღბებში იყვნენ 4 პოლიციელი კაბინეტში ესენი გადიან ეტავენ კარებს და ამ დროს იწყება ჩემზე ფიზიკური ძალაუფლება. მე ვიყავ თავის და გვერდების არეში ძირითადად, როდესაც მე ნახევრად გაშულ მდგომარეობაში ვიყავი და ვიქცეოდი დივანზე, ზემიდან დამახტა ერთ-ერთი და ცდილობდა ხელი მოეტეხა ჩემთვის, როცა ვერ მომტეხა გადმომაგდო დინიდან, ძირს დამაგდო და ძირს განხორციელდა უკვე ხელებში ყმა, ძირითადად ბაქიმის მიყავდა ხელის არეში, ზურგში და თავის არეში. ამის შემდეგ შემოდიან ისევ ის 4 პოლიციელი, გაყავთ ისინი და მეუბნებიან კიდევ გამიმეორეთ. არ ვიცი რა სიტყვოვნე საერთოდ ჩემგან, არაფერი მოთხოვნა არ ქონიათ, მხოლოდ ძალადობდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ. და ერთ-ერთმა პოლიციელმა სურათის გადავიღო ამ დროს. შემდეგ ისე მოვითხოვე მე ადვოკატი და სასწრაფო, იმიტომ რომ სულად ვიყავი, ვინი შეეყოლა გული მერეოდა და თავი მეხოოდა. რომ განუცხადე რომ სულად ვიყავი, მათ შემომიტანეს პარკი, რომელიც ყია შიგნით.
და ვარწყია შეიმართა. მომაწოდეს წყალი, მადლობა უმეტესად წყალი მაინც მომაწოდეს. ამის შემდეგ გავყავა რა მოხდა ადამიანს და მემუქრებიან რომ კიდე შემოვიყვანდა მემუქრებოდნენ რომ ქათმებში ჩასმით ქათმებში ჩამსვლდნენ და იქ გამოუპატიურებდნენ. შემდეგ გამოვყავა და ავყავა მერვე საფუძველი, როდესაც ხდება ერთ-ერთი პოლიციელი და ეს ის არის ვეუბნება, ანუ ვერ ხვდები საერთოდ რას მომეუბნება, პოლიციელზე ძალადობა ეს შეება გონია და რაღაც და პოლიციელზე არ მიძალადიან ხო მე იქ განუცხადე. იმათ სიტუაციაში შეურაცხყოფა მომაყენა. გამიყვანეს მერვე საფუძველი და მერვე საფუძველზე სხვა ეკიპაჟი გადამცეს 3 პიროვნება იყო. ამ სამ პიროვნებას შევყავა უფროსის კაბინეტში, იკველებთან კაბინეტში, რადგანაც სიტუაციაში შეურაცხყოფას მაყენებს ეს უფროსი, ორ დამსწრესთან ერთად და მეუბნება რომ ოქმზე ხელს მოვაწე. მეუთხარი რომ ადვოკატის გარეშე არაფერზე ხელს არ მოვაწე. მე გავყავარ ისევ უკვე შევდივარ გამომძიებელი ქვია იმ ქალბატონს სვიცარდეს ხო. გამომძიებლის ოთახში შევდივარ. ქალბატონი აღაროს სახელი გვარი, ის ქალბატონის ესწრებოდა ამას, უკვე მეორე ეპიზოდს წამების. შევდივარ და იწყება ჩემი გაკითხვა, გამოკითხვა თუ რა ჩემი პირადი მონაცემები აინტერესებდათ, მე ვუთხარი რომ ადვოკატი მინდა და სასწრაფო მესაჯიროება მინდა რომ სულათავა და იქაც პარკი მომაწოდეს და იქაც ვარწყიე. რადგანაც გამომძიებელთან ერთად იჯდა ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც აღწერდა ჩემს დაზიანებას. როდესაც ჩემ მითხრეს რომ ტანზე აიწიეო და დაზიანებები ჩაიწერა, ამ გამომძიებელს ეუბნება რომ გავიდეს კაბინეტიდან, შემოდის კიდევ ერთი მიღბიანი პიროვნება სპეციფიკირებაში და პოლიციის ფორმაში პირბარით ეს ორი პიროვნება შემოდის, ის 3 ადამიანი მაკავებდა და ესენი ისევ ძალადობდნენ ჩემზე. ამ ძალადობის პროცესში მე თავზე გადამამკვიეს რაღაც ხის ნივთები და კიდე სხვადასხვა ნივთი არ ვიცი ზუსტად რა. ეს ნიღბიანი პიროვნება აპირებდა ჩემის ცხვირში დარტყმას, ქვევიდან ამოთმას და გავწიე თავი. როდესაც ამას მორჩნენ, მე ისევ დაუძახეს გამომძიებელს და გამომძიებელმა უკვე გააფორმა ოქრო. უკვე ამის მერე ჩავდივარ კაპეზეზე ჩავყავარ. კაპეზეზე მე ექიმს განუცხადე რომ სასწრაფო მესაჯიროებოდა, იმიტომ რომ ვერ უზნობდი თავს კარგად, თავი მეხველოდა და გული მერეოდა, რადგანაც განიცხადეს რომ არ გჭირდება სასწრაფო და შემოყვანეს საკაში. ჩემი ფსიქოლოგიური ზეწოლა უკვე მეორე გრძელდებოდა პოლიციის მანქანაში, როცა სასამართლომდე მომიყვანეს და სასამართლოდან როცა პენიტენციურში მივდიოდი. პოლიციის მანქანაში ძირითადად იყო ჩემი ზეწოლა, ანუ ხელი როგორ დაარტყიფიო და ილიბინება და ასევე სასამართლოდან როცა ამიყვანეს ეს პოლიციელები მესმოდა როგორ დასცინოდნენ ერთ-ერთ აქციაზე დაკავებულ ადამიანს, რომელიც თურმე დაუკავებიათ და დასცინოდნენ იმაზე, რომ როგორ კიდოდა. ეს ძალიან შეურაცხყოფელი იყო და ამის მერე უკვე განმავწესეს პენიტენციურში. მე სამედიცინო დახმარებით ვერ ვისარგებლე იქამდე, სანამ უკვე პენიტენციურში სადღაც 1 კვირის მერე თვითონ იქაურმა ექიმებმა არ შემოწეს. ხო, ანუ აი ეს არის და ამის მერე მე სასამართლო მეუბნება რომ მე ვარ საზოგადოებისთვის საშიში და მე უნდა ვიждე ციხეში. სამწუხაროდ ჩემზე იძალადეს, მე თავს ვიცავდი და ამის გამო დამაკავეს და ის მოძალადეები, რომლებიც დღემდე გარეთ არიან და არც ერთი ადამიანი არ არის დაკავებული, დღემდე გარეთ არიან და აგრძელებენ ადამიანების ცემას, რა ვიცი, ხედავთ აქციებზე რაც ხდება და ახალგაზრდების ცემას. სასამართლოსგან მხოლოდ ვითხოვ სამართალს და სამართლიან განაჩენს. მე თავს ვიცავდი ჩემს გვერდზე მყოფებს და უბრალოდ არ მივეცი ერთ-ერთ მოძალადე პიკუშკას
იძალდა ხალხზე უბრალოდ იძალდა ვერ მოასწარი მისი მოგებიერება მაქამდე და იძალდა და შემდეგ განმოდიოდა ჩვენზე. ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებებით, როგორც მაგალითად ჩემს მიმართ განხორციელდა, როცა შემთავაზებ გირავ და შეგვიძლია უბრალოდ სასამართლოები გაგრძელებულიყო ისე, რომ მე პენიტენციურ დაწესებულებაში არ ყოფილიყავ, მე ასეთ გაქცევას არ ვაპირებ, უმეტეს ამათ ხელში არ დავუყურებ მე სამშობლოს, მე იმის სამშობლოსთვის დიდი ხანია და ამის გამო მე არც ვაპირებ სამართალსაც გამექცა. მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მე ვიყავი საზოგადოებისთვის საშიში და ის ადამიანები, რომლებიც არც ხალხზე ძალადობას ერიდებიან და არც ადამიანების წამებას ერიდებიან, ისინი იყვნენ თურმე დაზარალებულები და ისინი არიან თურმე რაღაც პოლიციელები და სამართალს იცავენ. სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობ და უბრალოდ სასამართლოს ვთხოვ, რომ იყოს ობიექტური იყოს თავის განაჩენში და ობიექტური იყოს არამხოლოდ ჩემს მიმართ, ყველას მიმართ საერთოდ. რადგან სასამართლოს დანიშნულება ესაა. ჩვენ სამართალს ვერსად ვიპოვოთ სამწუხაროდ ერთ სასამართლოში და ეს უნდა დასრულდეს. ეს უსამართლობა, რაც დღეს ხდება საქართველოში, ერთ-ერთი მონაწილე არის სასამართლო და დღეს თუ თვალშემოღებულ და ნაცემ ახალგაზრდებს ვხედავთ ტელევიზორში, ეს ზუსტად სასამართლოს დანაშაული არის ერთ-ერთი, იმიტომ რომ თავისჯერობის დიდი გარანტიები აქვს ვიღაცებს და ისინი აგრძელებენ და ყოველდღიურად უფრო ძლიერად უტევენ ხალხს და ცემენ ქუჩაში, ქუჩა დაზრდებენ და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი უნდა მოურჩეს. მე ამისთვის ვაპროტესტებ საერთოდ და უსამართლობას ვაპროტესტებ და სამწუხაროდ რეჟიმმა მომაკითხა მე და ვინც უსამართლობას აპროტესტებს ისინი ციხეში გამოკეტა და ვინც უსამართლოდ იქცევა ისინი დღემდე სამართალდამცავად მიიჩნევიან და როგორ ეძახიან რომ თითქოს სამოქალაქო წესრიგ სამყარებენ და სამწუხაროა რომ ესეთ დიქტატურულ რეჟიმში ვცხოვრობთ და ადრეთუგიან აუცილებლად უნდა დასრულდეს და აუცილებლად დასრულდება ეს საქართველოს ხალხის გამარჯვებით და სამართალი აუცილებლად იზრდება.